მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბერებო. კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. კიდევ ერთხელ ბედნიერ ლამაზ მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ეხლა ამოვიღე ესეთი დასტა, ხედავთ The Greenwich Tarot Card. და ვნახოთ, აბა დღევანდელი დღის ენერგიები. უბრალოდ ვნახოთ, რას გვეტყვიან დღეს ჩვენი აი ესეთი ლამაზი დასტის კარტები. დღევანდელი დღის ენერგია. თქვენთვის ვინც უყურებთ ეხლა და შემოხვედით ჩემთან, ჩემ არხზე სალიელი. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს. ლაიქებისთვის, ყურებისთვის, კომენტარებისთვის, იმისთვის რომ იყურებთ პირადში ვინც წერთ დამეხმიანებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ უბრალოდ რამოდენიმე კითხვა, ვისაც გაქვთ, მომწეროთ და იმ კითხვაზე გავშალოთ. არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ესეთი ონლაინ ზარის ჩართვის გრძელი კონსულტაცია, ხო? ამიტომ რა ვიცი, ვის როგორ მოკლედ პრობლემა არ აქვს. მე შემიძლია ისეც, ასეც კონსულტირება გაგიწიოთ და გადმოგცეთ ის ინფორმაცია, რაც გაინტერესებთ ფაქიზის სივრციდან. აი, ნახოთ ეხლა თქვენთვის დღევანდელი დღის ენერგია. ვინც ახლა შემოხვედით უყურებთ ამ ვიდეოს, არ აქვს მნიშვნელობა როდის, რა ინფორმაცია მოდის. გაურკვეველი სიტუაციაა, პირდაპირ გეუბნებით. ეს ეხება ან თქვენ სამსახურს, ან თქვენ კარიერას, ან ბიზნესს, ან რაღაც საქმიანობას, რითიც ხართ დაკავებული. რაღაც სიტუაცია არის, სადაც უნდა შეიტანოთ მეტი დადებითი ემოციები, ასეთი ინფორმაცია მოდის. მე არ ვიცი რა, რით ხართ დაკავებული ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ვიძახი. ინფორმაცია გადმომაქ, ანუ რა ვარ მე? ინფორმაციის გადმომცემი, ხო? გამტარი, შუამავალი. რაც მოდის ეხლა ფაქის სივრცეში, ვიძახი მას, გაურკვეველი სიტუაციაა, მაგრამ გიწევთ ბევრი რაღაცის კეთება, რასაც აკეთებთ მუშაობა, მაგრამ პირდაპირ ამოდის გაურკვევლობა. რაში მდგომარეობს ეს გაურკვევლობა, რას ეხება ეს გაურკვევლობა და რატო გთხოვენ, ვინც მიყურებთ ეხლა თქვენ, დადებით ენერგიას და დადებით ემოციებს საქმეში, ჩადებას, რატო? მარტო დადებიც არ გთხოვენ, აქ გთხოვენ მოქმედებას, აქ გთხოვენ ცივი გონების ჩართვას და ყველაფრის გაანალიზებას. და ეს ეხება, როგორც ვთქვი, თქვენ საქმიანობას, თქვენ სფეროს, თქვენ სიტუაციას, აი ყველაფერი უნდა რო იწყებ რაღაცას, ხო? სიტყვაზე ვიძახი სახლის დაალაგებას, ყველაფერი უნდა გადმოყარო, რომ თავისი ადგილი მიუჩინო. აი ახლა გაქვთ უბრალოდ ეს პროცესი, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, ყველაფერს უნდა თავისი ადგილი მიუჩინოთ. ქაოსი არ უყვარს სამყაროს, არაფერში. ხო, და რაც შეეხება სიტუაციას, ხო, აქ თქვენი ინტუიცია აუცილებელი ფიგურაა, რასაც ახლა აი ამ წუთას ინფორმაცია ესეთი მოდის. ნახოთ ახლა თქვენ პირად ცხოვრებაში რა ხდება. ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს და აი ამ დასტით უშლი ვარიანტებს არ ვაკეთებ. ერთ ვარიანტია, ყველაზე ზოგადად პირადში რა ხდება თქვენს პირადში. რა სიტუაცია? რა ვიცი, პირადში აქ ახლა ცუდი კარტი არ ამოდის. ამოდის, რომ ყავთ პარტნიორი უმრავლესობას, ვინც მიყურებთ, ან ადამიანი, ვინც გიყვართ,
ამოდის ასევე თანაცხოვრება, შეხვედრები, ხა პირდაპირ ხო არ მეტყვის კარტი სიმბოლოა, სიმბოლიკით მესაუბრება, ენა არის სიმბოლიზმი მისი, ხო? დანიშნულება. ხო და ვინ ეხა ცხოვრობთ ამ ადამიანთან თუ ოფიციალურად ხართ თუ რა, ყოველ შემთხვევაში თქვენ თვითონ გიყურებთ სამყარო როგორც დახვეწილ, ესეთ გონება გამჭრიახ და რაც თავარია სტაბილურად მდგომ ადამიანს. ამა თუ იმ საკითხში, სამსახურია, საქმეა, რაღაცა თქვენი, რაღაც გაქვთ, ისი არ არის, რომ ახლა ჰაერში ეკიდოთ. მაგრამ არის დაბრკოლება. აქ მოდის პაჟი ბავშვის სახით, შვილის სახით, ან მასთან შვილი გინდათ და რა ვიცი, ეს სიტუაცია გაქვთ, ან არ ყავთ, ან მას ყავს შვილი და ხო და ეს გაურკვევლობა ამოდის, რაღაც შიშები ამოდის, რაღაც ხაფანგი ამოდის, რაღაც დაბრკოლება, რაღაც ეხა ეს საჯარო გაშლა, მაგალითად ჩემთან რო იყო კონსულტაციაზე ხო და მე ეს ასე ვთქვათ ინფორმაცია რომ მომივიდეს ხო, გეტყოდი რომ რაღაცა ნეგატიურ ზემოქმედებას აქვს საქმე თქვენ შორის, იმიტომ რომ ამოდის პირდაპირ მაძლევს უფლებას ეს დასტარო თქვა შვილთან დაკავშირებით ხო რაღაცა ჩაკეტვა ან გაჩენა გინდა შვილის და ჯანჯილდება და იწელება ეს პროცესი. ეს არის რაღაც ნეგატივი. აი როგორ და რანაირად ეს უკვე საჯარო გაშლაა ხო, ასე ვერ ვიტყვი, ეს პირადში უკვე გამოვა, მაგრამ ტრანსფორმაცია აუცილებელია. ტრანსფორმაცია რას ნიშნავს, რომ ძველს იშორებ და ახალ ცხოვრებას, ფაქტიურად გაწმენდვა, ხო? გინდა ენერგო გაწმენდა დაარქვით, გინდა ისე ადამიანი, რომელიც ცუდ ფიქრებს ამოიღებს და ლუსტრირებს ხოლო დადებით სიყვარულს, მადლიერებას. ბოროტი ძალა მას ვერაფერს დააკლებს, ხო, ის მეორე მხარე და ეს შიშები, რაც თავარია, კიდე ამომივიდა მეორედ, უნდა რაღაცნაირად მოიშოროთ. და თქვენ თავებს დაიპროგრამებთ უარყოფით ისკენ, პირდაპირ უარყოფითზე იფიქრებთ, ხო? რაღაც თუ არის რაღაც პრობლემა, რაღაც სიტუაცია თუ არის, ყველა სიტუაციიდან შეიძლება ადამიანმა გამოსავალი იპოვო. ესეა ადამიანის ბუნება მოწყობილი, უბრალოდ იმ მომენტში, როცა შენ ემოციონალური ფონი გაქვს აწეული და მაღალი, ხო? ვერ აზროვნებ ადეკვატურად და მე იღებ ძალიან მცდარ გადაწყვეტილებას. ამიტომ არის დამშვიდება და სიმშვიდე პირველი ლაიტმოტივი და პირველი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ეგზისტენციალურ სიტუაციაში, ხო, აბსტრაქტულ სიტუაციაში, არაორდინალურ სიტუაციაში, როცა ადამიანს აქვს აწეული ფსიქოემოციონალური ფონი, ის სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ყოველთვის მცდარი იქნება მისი გინდა ფიქრი, გინდა საუბარი, გინდა მოქმედება. პირველი, რაც უნდა გააკეთო, ეს არის დამშვიდება. ყველანაირ სიტუაციაში, ყველანაირში, რაც არ უნდა იყოს. ნახოთ აბა, თუ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, თუ გეყოფათ ძალა, მე ხა ეს არის დაპროგრამება, ხო, ეს არის იგივე პროგნოზირება, რასაც მე ვაკეთებ. ყველას თქვენი ჯვარი გაქვთ, ყველას თქვენი ცხოვრება გაქვთ და თქვენი განსაცდელები ის ჯვარის სახით გაქვთ სათრევი. ესეთია ამ დედამიწაზე სამდეში ცხოვრების, ასე ვთქვათ, პროგრამა. მინდა, არ მინდა, მომწონს, არ მომწონს, გინდა კარმა დაარქვი, გინდა ჯვარი დაარქვი, გინდა განსაცდელი დაარქვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არიქა გულზე ხელები დაიწყო და დამთავრდა, არა. ეს არის გამოცდა, რომ ღირსეულად გადალახო და გაიმარჯო ამ მანკიერებაზე, ამ განსაცდელზე, ამ დაბრკოლებაზე და რა ვიცი კიდე რაზე, ბრძოლას გთხოვენ აშკარად, ხო? ბრძოლის უნარიანობის გამომუშავებას, რით
ესე იგი ადამიანი რით ხდება უფრო ძლიერი? რით ხდება? როცა ხდება დაბრკოლებები, ხო? წინ. და დაბრკოლებები ძალიან ბევრი ხდება. ვაღიარებთ. მაგრამ მადლობა ღმერთს ამ გამოცდისთვის და მადლობა ღმერთს ამ დაბრკოლებებისთვის, რომელსაც ის გვეხმარება და ჩვენ ღირსეულად ვიმარჯვებთ. რა თქმა უნდა ღვთისნებით, იმიტომ რომ ჩვენ ამის ძალა არ აგვაქვს არავის რეალურად. და აბა გადალახავთ ამ დაბრკოლებებს. გადალახავთ? კი, გადალახავთ, ისევ სტაბილურობას, ისევ დამშვიდებას, უფრო თბილ ენერგიას მაჩვენებენ და როცა დამშვიდდებით, ერთი პერიოდი ამოდის. დასტაბილურობა ოჯახში, სიტუაციაში, თქვენს გარშემო და იმ გზას იპოვით, როცა დაიმშვიდებთ თავს. არ იქნებით აფორიაქებული, არ იქნებით გაღიზიანებული, უფრო დადებით ენერგიებში და განწყობაზე, ხო? აი, მაშინ უკვე გამოსავალი რაღაცნაირად მოდის. მოდის ჩიტია ხა აქ, ხო? ჩიტი ხო არ მოგიტანს არა ამ გამოსავალს. ეს არის ინფორმაცია, ეს არის ადამიანი, ან რაღაცა გაიგებთ, გაარკვევთ, ანუ რაღაცა გამონათება და მერე დაადგებით ამ გზას სტაბილურობამდე, რომელიც გაგიყვანთ იმ სიტუაციამდე და მზე ამოდის აგერ, სადაც არის გამონათება, სტაბილურობა, ოჯახური, პარტნიორული, თუ იგივე ბიზნესი ავიღოთ, იგივე თქვენი სამსახური, კარიერა, ყველა სხვადასხვა გაქვთ საჯარო გაშლა, მაგრამ პირველ რიგში თქვენი თავის ყელში აყვანა და მშვიდება და მშვიდად უნდა შეხედოთ თითქოს თქვენ არ გეხებათ. ნახეთ, აი უნდა წარმოიდგინოთ მესმის, რომ ძალიან ძნელია. ვითომ თქვენ არ ხართ აქ ამაში, ანუ თქვენ კი არ მოგაყენეს შეურაცხყოფა, ანუ არამედ სხვას. თქვენ კი არ, თქვათ, იგივე გისაყვედურეს დაუმსახურებლად, არამედ სხვას. ის უმადურობა თქვენზე კი არ გადმოიფრქვა, ხო, ადამიანიდან და საყვედური, არამედ სხვაზე. თქვენ გვერდით ხართ და ამოვლენებს უყურებთ და გვერდულად შემდეგ იმ ადამიანის სიტუაციაში ჩაიხედეთ, ვინც საყვედურობს, ვინც უმადურია, ვინც აფრქვევს, ხო, საყვედურებს და მიხვდით, რომ უჭირს იმ ადამიანს. თქვენი დანაშაული აქ არ არის და აი ესე უნდა შეხედოთ ყველა სიტუაციას და მერე მოდის გამარჯვება. ნახეთ. მოდის იულიუს კეისრის გვირგვინი დაფნის თავზე, ანუ ეს რა თქმა უნდა ბრჭყალებში, მაგრამ გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ შენ გაიმარჯვებ იმ უარყოფითზე. აი ეს არის გამარჯვება. გაიმარჯვებ შენი გონიერებით. და რა მოგცვა ადამიანმა? ასა ღმერთმა ადამიანს რა მოგცვა და რატომ ვართ ადამიანები, ხო? და არა ცხოველები. იმიტომ რომ ჩაგვიდო გონიერება. და როცა გონი მოგეცემა და გონიერება მოგეცემა, ეს ნიშნავს, რომ შენ იმ ცხოველზე მეტად თვინიერი და გონიერი ხარ, იმიტომ რომ შენ ინსტინქტურად კი არ მოქმედებ და შენ ინსტინქტებით კი არ განაგებ, არამედ მშვიდად შეხედავ არსებულ მდგომარეობას და თუნდაც მოითმენ, თუნდაც დაითმენ იმ მომენტში. მესმის ძალიან ძნელია, მით უმეტეს, როცა რაღაცას გისაყვედურებენ ისიც, ასე ვთქვათ, უმადურად, დაუნახავად ის ადამიანები, ვისთანაც თქვენ გულით იყავით, გულით რაღაცას ეხმარებოდით, აკეთებდით. ხო, ღმერთმა ხო იცის ყველაფერი. ღმერთი ხო ხედავს ამ ყველაფერს. ამიტომ ის ადამიანი შეიცოდეთ, არ განსაჯოთ. შეიცოდეთ, ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ შედით მის მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ თქვენ არ გაცხარდეთ და უარყოფით სიტუაციაში არ მოგიწიოთ ყოფნა. ანუ ყველაფერს უნდა გაანალიზება. მესმის, რომ ამისი არც დრო გაქვთ ზოგჯერ, არც ნერვები, არც შესაძლებლობები, არც ხო არის, რომ
ყოველთვის არ ახარ, ეხა რობოტი ხო არ ხარ, რომ ადამიანი სულ ერთ იმაზე იყო. ადამიანი ხარ და გაქვს გრძნობები. ადამიანი ხარ და გაქვს ემოციები. მაგრამ მე ზოგადად ჩემ თავსაც ვესაუბრები, ანუ ეხა რო თქვენ ამას ყველაფერს გეუბნებით, მე ჩემ თავსაც ვამხნევებ, რომ ესე მოვიქცე, ну, უკეთესობისკენ უნდა მიილტვოდე, ხო? და უკეთესობისკენ როცა ილტვი ადამიანი, მაშინ აანალიზებ პროცესს, მოვლენას, სიტუაციას და რა თქმა უნდა რთავგონიერებას. და ვნახოთ მაინც რა დაგეხმარებათ ამ სიტუაციაში, ეხლა რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, არა აქვს მნიშვნელობა. რა დაგეხმარებათ და რა გამოგიყვანთ ამ არსებული მდგომარეობიდან. ყველა სხვადასხვა გაქვთ, ხო, გასაგებია? მაგრამ მაინც კითხოთ. პასუხი ერთია. პასუხი ერთია, თქვენ რო დარდობთ ეხლა და ადამიანი ჩანს, უმრავლესობას ასე აქვს. ცოტა ხანი იქნება ეს პერიოდი, მაგრამ გაირკვევა, სარკმელი გაიღება, ან ეს ადამიანი მოვა, ან ამ ადამიანის შესახებ რაღაცას გაიგებ. შეიძლება ეს ადამიანი არ არის და ინფორმაცია, შეიძლება ეს ადამიანი არ არის და უბრალოდ სიტუაცია, გაირკვევა. აი ის რომ იჯექი და ელოდებოდი, ხო, იმ მოლოდინების პროცესი უკვე დამთავრდა, დროა მოქმედების, აქ მაჩვენებენ, რომ ჯერ კიდევ უნდა რაღაც პერიოდი, იმიტომ რომ არ დამთავრებულა ეს ციკლი. არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ზღურბლზე, ანუ თითქმის აი კარებთან დგას და ელოდება როდის გააღებ. გესმის? ხო და ეს დიდი ხანიაო ეს პროცესი მიდისო, ანუ სიშორესაც მაჩვენებენ, თქვათ, მანძილსაც მაჩვენებენ, მაგრამ ბოლოს მაინც გისრულდებათ. ოღონდ ამაში რა თქმა უნდა კოსმოსი სამყარო გისრულებთ და აქ ჩანს კიდე სიძლიერის კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ახლა შეიძლება ახალგაზრდა ხართ, შეიძლება ვთქვათ ბალზაკის, ასაკის ქალები ხართ, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, მაგრამ როგორც რამხელაც არ უნდა იყო, უნდა გამოიჩინო შენი, ანუ გამოდის დედაკაცი, ხო? ილია ჭავჭავაძეს აი ეს სიტყვა დედაკაცი, ანუ ქალს ესე მიმართავდა. აი ეს დედაკაცური აზროვნება, ხო? დედაკაცური გამჭრიახობა და ასაკოვანი ქალი ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გაიარა მან ცხოვრება და გამოცდილება მიიღო და თქვენ სიტუაციაში ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. აქ ამოდის, რომ თქვენ შეიძლება ხართ ახალგაზრდა, მაგრამ უნდა იმოქმედოთ ისე, როგორც უკვე ძველგაზრდა სიტყვაზე ვიძახი, გამოცდილი ადამიანი, ხო? ხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოთ და არა თქვენ შეცდომებზე და აქ ამოდის, რომ თქვენ შეგიძლიათ ის ადამიანი, ვინც თქვენს მიმართ, ანუ რაც ვისაუბრე, ხო? ვინც მისმენდით ყურადღებით, თქვენი გონიერებით, თქვენი გონება გამჭრიახობით, თქვენ ჭკუაზე მოატრიალოთ, ანუ ქალის უნარია ეს. ნახეთ, ქალს აქვს ეს ჩადებული. ქალის, ასე ვთქვათ, ცნობიერშია ეს ჩადებული და გამოვიყენოთ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, გონიერება, ხო? ბარემ ჩვენ ჭკუაზე ვატაროთ და აღონდ ეს ღიათ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და აშკარად არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ჭკუით გაკეთებული, ხო? და ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა ვთქვათ ისე, როგორც მას უნდა, ანუ ჩვენი conditions პირობები წაუყენოთ, ხო? ოღონდ ლამაზად, დიპლომატიურად, რას ნიშნავს? არა ჭყუბით, ტონს აქვს მნიშვნელობა, თან როგორი ტონით ეტყვი, არა ვთქვათ იმით, რა ქვია, რაღაცნაირად რო აი თითქოს საყვედურო. არა, ანუ ლამაზად, თბილად, თუ არ გინდა ეს ცითბო და სილამაზე, მაშინ ჩვეულებრივად, ხო? ტონი ჩვეულებრივი, არც იქით, არც აქეთ. რო ფიქრობ შენთვის, ხო, და მსჯელობ. აი ესე სერიოზულად, ან ცოტა შეიძლება
სიცილით, ღიმილით, ანუ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული რა ტიპის, ასე ვთქვათ, რა სახის აი ამ მოქმედებას აირჩევთ. ყოველ შემთხვევაში ძალა ამის გაქვთ, უნარი ამის გაქვთ, ასე გხედავთ სამყარო. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მიზანს მიაღწევთ და თქვენი სიტუაცია აუცილებლად მოგვარდება და რეალიზაციაში წავა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიძახი, მოქმედება, გონიერება, კიდევ ერთხელ ვამბობ, აგერ ამოვიღერო შეხედოთ. თქვენზეა დამოკიდებული ჩემო კარგებო. ეს ქალბატონი, რომელიც უკვე ასაკოვანია, აქ გამოსახულია, ხო? ქალბატონი, რომელიც ასაკოვანია, ხელში უჭირავს, ნახეთ, აი ესეთი ლილია, ყვავილი. თეთრი, ანუ სიწმინდის, იგივე უბიწობის, იგივე ახალგაზრდობის სიმბოლოა. თვითონ არ არის ახალგაზრდა. ესე გამოსახა ავტორი. გვერდით უდგას ლომი, ლომი არის ძალა. ეს მეტყველებს მის სიბრძნეზე, მის გონება გამჭრიახობაზე და მის ძალაზე. ასევე ხელში უჭირავს ყვავილი, რომელიც მეტყველებს მის სიმართლეზე, სიწრფელეზე და აი გულით რომ დგახარ ადამიანთან იმაზე. შეიძლება და ნახეთ როგორი მოწმენდილი ზეცა, ანუ ამ ადამიანმა ბევრი გაიარა თავის ცხოვრებაში, ხო? ბევრი ნახა და მიიღო გამოცდილება და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ასაკოვანი ქალია, ხო? თქვენ გააძლევთ სიბრძნეს თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ თქვენ სწორად წარმართოთ და გახდეთ ძლიერები. ანუ ძალიან პოზიტიური და იმედის მომცემი ორჯერ ამოვიდა თან, ხო, დასტა, რაზეც მეტყველებს იმას, რომ გონიერებით, მშვიდად, აუღელვებლად გადაიჭრება თქვენი ძალით და ასევე შეიძლება თქვენი წინაპარია ვინმე, ბებია, დიდედ, ანუ ბებიის ბებია, ხო, შეიძლება თქვენი წინაპარია, ბრძენი ქალი, რომელიც გიდგათ უკან და ამ სახით გვესაუბრება ეხა სამყარო და გვაწვდის ინფორმაციას, რომ გეხმარებათ, ხო? უხილავად თქვენთან დგას და გეხმარებათ. იმიტომ რომ ის ძლიერია და გაძლევთ აი რაღაცნაირად მინიშნებებით, რაღაც სიტუაციებით თავის, ასე ვთქვათ, დახმარებას, ხო? ანუ როგორ გითხრათ, იცით, ის თქვენს უკან დგას ქალი, რომელზეც გავლენაა, თქვენზე არის გავლენა მისი. ანუ ეს ძალა, ეს გამოცდილება, ეს გენეტიკა, ეს ცხოვრებისეული, რაც გამოიარა მან, ხო, ამხელა არის უკვე ასაკოვანია, რომ თქვენ გაძლევენ ამის საშუალებას, რომ ეხლა თქვენ მართოთ, ოღონდ გონიერებით, ანუ გავლენა მოდის მისგან, იმიტომ რომ თქვენი ან წინაპარია, ან ბებიის დედა, ან ბებია, ან ვიღაცა რა, მოკლედ, ქალის სახით არის ესე გამოსახული, რომელმაც გაიარა ანუ ისეთი ცხოვრება, რომ ბრძენი ქალი იყო რა. რაღაცას წარმოადგენდა და ეხლა თქვენ როგორც მისი წინაპარი, მოდის ეს ენერგია თქვენზე. თქვენ მარტო არ ახართ, გეხმარებიან, გესმით? ამიტომ ყველა სიტუაციიდან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება და გისურვებთ, რომ ძლიერები იყოთ, ბრძენები იყოთ და აი ესე გონივრულად წარმართოთ თქვენი ცხოვრება. და ყველა სიტუაცია მოაგვაროთ. აბა თქვენ იცით, თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ და კომენტარით მომწერეთ, გამიხარდება. აბა, წარმატებები თქვენ.